მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, წარმოგიდგენთ მეგა რეალიტი შოუს ოპოზიციის დებატებს კაფიებით. მე კი მისი უცვლელი წამყვანი და რეჟისორი ბატონი ბიზინაიშვილი გახლავართ. აბა ოპოზიციური დებატები კაფიებით გახსნილ გამომიწადებია. ვინ დაიწყებს? ჭეხვინით უნდა დავიწყო, მე ვარ. აბა შეკე მიხეილი, შეკე. ოდისევსივით დავბრუნდი ვაი დედასა მტრისასა, ხის ცხენის ნაცვლად ვიჯექი კონტეინერ არაჟნისასა, როცა თბილისში ჩამოვარ, მეგონა მხარს დამიჭერდით. ბევრი თქვენგანი ჩემს გვერდზე მიხახამოდის მიწერდი. აბა ნაწყენია კაცო. მე გავაგზელე. ოპოზიცია. დაასუბასუხებს ოპოზიცია. აბა ჰე, ტემპი. ჩვენ უკვე გავერთიანდით. შენ უ შეგვიშლი ხელსაო. ვიჩემებთ, თან ვერ მიჯდებით. ნაცების 19 წელსაო. შენგულასწორი დაგვაცადე და გაჩვენებთ კოცების გასტუმრებასა. ვუშაობთ, მალე წარვადგენთ ამ გზის 20 წლიან გეგმასა. საოცარი გეგმა აქვს, საოცარი. ეხლა ვეგიპასო. ნეტავი ხომ არ დაგღალათ? პოლიტიკურმა ტატამა ვებხობა ხომ არ ისურვა? ვებხს მიმსგავსებული კატამა. ზედმეტად ებრძვით ბიზნეს, ამას თვითონაც ხომ ხვდებით? ძალიანაც არ გადაღალოთ თქვენი Facebook პოსტებით. აბა ოპოზიციას უპასუხებს ტემპი. აგერ განახებთ შედეგებს, ბარიერს თუ ვერ გადავწდით, ცაცალკე ყოფნით ბიზნეს, წელსაბოლოოდ გადავღლით. ძალიან გადაღლილი ვარ. მაგ პირველ ჩვენებას მიაწექი თქვენ. ასე 20 წელიწადში გავაგდებ მართვის სადავებს და წავალ. აბა, მიხეილი, ასე პასუხებ. ეხლა ვეგებთ. თუ არ გჭირდებათ ლიდერი, გახდება ფაშასავითა, თქვენ კი იქნებით მუდმივად ბიზნეს ნაშასავითა. ნაშასავითო ხალხო რა გითხრათ ეს ხალხის მოხოდვა არ იცით, მელიას ანაბარა ხართ, მე ვარ სახალხო არტისტი, თქვენ კი არავინ არ ახართ. არავინ არ ახართ თქვენ გეუბნებათ. რომ დაიმადეთ ნანუკა, ამას არავინ მოგითმეთ. ენას თუ არ დაიმოკლებთ, ჩორგოლეიშვილს მოგიქცევთ. ძალიან კარგი იდეა. სხვათა შორის ძალიან მიყვარს ჩერგოლეიშვილი. ისეთ რაღაცებს იგონებს მიშაზე, რასაც მე ვერ ვიფიქრებ. ან მაინც რაღაცები და ინტელექტი სხვა არის, მაინც. სხვა იდეა მაინც ინტელექტუალური ხალი. ეხლა ვიგიპასუხებ. მიხეილი. ზოგს რომ გონია ასწია მისი პარტიის თამასა, ყველაფერს ნუ დაუჯერებთ, ჩერგოლეიშვილი თამარსა. ნანუკარკინის ლედია არ უყვარს ბლაბლა ქენქერი, მიტო დავნიშნე ლიდერად წყალტუბოელი ტეჩერი. როგორი შედარება მოიყვანა. აბა ოპოზიციას ასე თქვის. რას მიუგებთ? რას მიუგებთ? ხენ მიუგებთ რამეს? რომ დავამარცხებთ ნანუკას, ბრაზისგან აიჯაგრება, ხმებს რომ დაკარგავს წავადა, კვიპროსში გაიზაგრება. ზოგიერთივით ნანუკა არ დაძდევს რაღაც რუპიებს, ყველას ჯიბეში ჩაგისვათ სუეცკებს და ყავაწრუპიებს. ჩემ პარტიაში იყავით, უთქვენოთ საჭმელს არ ვჭამდი. ნეტა იმ დროს, როცა მე გამლელებს ძუძუს ვაჭამდი. ძალიან კარგად მიდიხართ, დებატი უფრო ცხარდება. განაგრძეთ, ნუ შეჭერდებით, ჩემთვის თქვი წყალი აკდება. აბა, ტემპი. განვაგრძებ. საწყის ეტაპზე მიშაო, ალიანსიდან გაგაგდეთ, ჩვენ მაგას არ დავჯერდებით, ციხეშიც უნდა გადადგე. მთელი ევროპა მეძახდა ლიდერსა როგორც გრიგალსა, ნაცების ანულირებით, შორდებით მთავარ მიზანსა, თქვენი ქმედებით იცოდეთ, საქმეს აკეთებთ მტრისასა. მიშა არ გინდათ უსმინეთ ლემონჯავანთ გიგასა. როგორ ნაწყენია გიგაზე ეს, რა ნაწყენია. ჩვენ ამათ ხვალვე გავაგდებთ. მიამიდეით ვანთივარ, ზუსტად მაგიტო დღედაღამ პარლამენტის წინ ვაგდივარ. უიმე როგორ შევშინდი ლამის ქვეყნიდან გავდივარ. ვინ პასუხებს? მე უპასუხებ. ხო, მიყვარს თქვენი ოპოზიცია, მე ძალიან კარგი ხართ. ხალხო გვაცადეთ, ნუ ჩქარობთ. ნუ გაგვიფუჭებთ გუნებას. მალე მოვჩებით მსოფლიო ჩემპიონატის ყურებას. სადაც ხალხო კაცო, საქმეს აკეთებს ხალხი. ახია ჩემზე ბიძინა რო დამთმე არჩევნებიო. ყოფილიყავით კიევში გეჭამა კატლეტებიო. ჩვენი ერთობის გარეშე ვერ მოვერევით ხიხოსა, უნდა შევრიგდეთ სასტრაფოდ, რომ ქოცი გავდეს ხვითოსა, შევრიგდეთ მეგობრებო. ვიცი რა გავიგე. რა შევრიგდეთ? ეხა ეგრე. იფიქრებეთ. რატომ ირავს სცენარს? შენიგება არ წერია ჩემს გეგმებში. დავით, ეხა ურიგდებით თქვენ. მე მგონი უნდა შევრიგდეთ, იმიტომ რომ ბატონო მიშა, მე მგონი ჩვენ ერთ საქმეს, ბატონო, ერთი წუთი დაგვეროდე, მე მგონი ჯობია რომ საერთო საქმისთვის ჯობია რომ შევრიგდეთ რა. აჰა, ესე იგი შევრიგდეთ. კაი. ვიფიქრებ რამეს. არის იდეა. გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის აფთიაქი.
პინექსი 1 კილოგრამი ამანათი ჩინეთიდან $8. მიწოდება 5 დღეს. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.